როგორ შევწყვიტოთ ერთი და იგივე ცოდვის ჩადენა და როგორ ვიპოვო ღმერთი? რა არის იცი, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. აი მაგალითად სპორტსმენი ხარ, აი მოჭიდავე ხარ და შენი მოწინააღმდეგე ერთი და იგივე ილეთით გაქცევს. სახში რომ მიდიხარ, ხო უნდა დაფიქრდე, ეს ერთი და იგივე ილეთით რომ ამარცხებს. ამის საწინააღმდეგო რა მოვიფიქრო ახლა? თუ უნდა გავიდე ისევ ტატამზე და ისევ წამოვეკიდო და დამაწყვიტოს ის. უნდა დაფიქრდე, ის ცოდვა დავშვა დღეს ჩავიდინე, ხვალაც ჩავიდინე ზეგად. ხო უნდა დავფიქრდე, რომ რაღაცას შევცვალო. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოდვის წინა პირობებს მოერიდოს კაცი. წინა პირობებში რას გულისხმობ? მაგალითისთვის ვამბობ. დავუშვათ, დღეს გავედით უბანში, ბავშვები ვართ და ვიღაცაზე ვილაპარაკეთ ცუდი რაღაცეები. აი დავუშვათ, აი ეს 4 გოგონა გავიდა, თქვენ ჯვარი გწერიათ, მაგრამ ხო ხდება ხოლმე. დავუშვათ, უბანში გავედით, დავსხელით სადღაც ცაცხვის ძირში და ვლაპარაკობთ რომელიღაცა სხვა გოგონაზე ცუდი რაღაცეები ვილაპარაკეთ. მეორე დღესაც იგივე, მესამე დღესაც. და ამ გოგონას თუ უნდა რომ ერთი და იგივე ცოდვისგან თავი შეიკავოს, უნდა დაფიქრდეს. ხო ხედავ რომ იქ რო გავდივარ და ვიზდები ცაცხვის ძირში ამ გოგონებთან, ისევ განკითხვის ცოდვაში ვარდები. და რა უნდა ქნას? აღარ უნდა გავიდეს. იქ აღარ უნდა გავიდეს. გესმით? ანუ სადაც ახლა წარმოიდგინეთ, აი მეცხვარეს რომ ცხრები ჰყავდეს მთაში წაყვანილი და აძოვებდეს. დავუშვათ ერთდღამეს გელმა შეუჭამა, აი ტყის პირია, წარმოიდგინეთ რომ აი აქ ზემოთ არის ტყე და აქ მიყავს აძოვებს ამ ცხვარს. ცოტა თვალს მოეფარნენ ეს ცხრები, ცოტა ამასაც ჩასთვლიმა. გამოვარდა მგელი შეუჭამა. მერე მეორე დღეს, მესამე დღეს რა უნდა გააკეთოს მეცხვარი? უნდა ცოტა მოარიდოს, სხვაგან წაიყვანოს ამ ტყიდან, ცოტა მოშორებით წაიყვანოს, ხო მართალი? იმიტომ ამბობ, რომ ადამიანმაც საკუთარი თავი უნდა მოარიდოს იმ ადგილს, იმ გარემოებას, სადაც ის ცოდვაში ვარდება. მაგალითისთვის, დავუშვათ, ვიღაცა ლოთობს, ბევრს წამს. ეხლა ეს ადამიანი დავუშვათ გამოსწორდა, აღარ სწამს ესე, აი ცოტა გამოსწორების პირას არის. თუ ისევ რესტორანთან ჩაივლის, ხო ადვილად შეიძლება რომ ისევ სულმა წაძლიოს და შევიდეს. ხო მართალი? თუ ახლა ბიბლიოთეკასთან ჩაივლის, ეგეთი სასტური არ ექნება. რომ შეცდეს ჭყალებში და შევიდეს, იქ არავინ დაალევიდეს. ესმით? ამიტომ უნდა მოერიდო იმას, რაც როგორ ვიპოვოთ ღმერთი? ჩვენ ვეცადოთ ბავშვობა, რომ კეთილსინდისიერად ვიცხოვროთ. რაც გესმის, ის აკეთო, შენი სინდისი არ მოატყუო და ღმერთს იპოვე. თუ გესმის, რომ ეხლა უნდა აპატიო, აპატიე. თუ გესმის, რომ ეხლა უნდა დაეხმარო, დაეხმარე. თუ იცოდი, რომ უნდა დახმარებოდი და დაგეზარა, ან დაგენანა, ეხლა ხო იცი, რომ ცოდვაში ჩავარდი. ის უნდა შეინანო, თავი არ უნდა გაიმართლო და ღმერთს იპოვო. ანუ შენი სინდისი არ მოატყუო და ღმერთს უეჭველად იპოვო.